მე მინდა გითხოთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებზე და ასევე მერის კანდიდატზე ახალციხეში რის მიხედვით არჩევს ქართული ოცნება კანდიდატებს თუ რა არის მთავარი პრინციპი თქვენ თუ იცნობთ მათ პირადად ან თუ იცით საიდან მოდიან ისინი დიახ დღევანდელი კანდიდატები მაჟორიტარი და მერის შუალედური არჩევნებისთვის დასახელებული კანდიდატი თუ იცით საიდან მოდიან ისინი თუ იცნობთ თქვენ მათ პირადად თქვენი ოპონენტები ამბობენ რომ დღეს ქართული ოცნების კანდიდატებში არიან ისეთი პიროვნებები რომლებიც 2012 წლამდე ქართულ ოცნებას უპირისპირებოდნენ მათ ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებდნენ და ასე შემდეგ ასევე მინდა ასე ვთქვათ რეკომენდაციით რომ მიმართოთ ან ურჩიოთ უბრალოდ თქვენი ქართული ოცნების გუნდის წევრებს კანდიდატებს როგორი ურთიერთობა უნდა გქონდეთ მათ ადგილობრივ მედიასთან ამაზეც რომ მინდა რამდენიმე სიტყვით არ გვაქვს ურთიერთობა სამწუხაროდ არ აქვს ურთიერთობა სათვალეთ რომ მივანიშნეთ მაჟორიტარ კანდიდატებს ისევე როგორც თელ გუნდს აყალიბებს კვირიკაშვილი და მთელი გუნდი იქ არის კვირიკაშვილი არის შტაბის უფროსი არსებობს მთელი გუნდი ქართული ოცნების და მე არ ვარ მონაწილე გუნდის ჩამოყალიბების ვიცნობ პირადად არ ვიცნობ რა თქმა უნდა აბსოლუტურ უმრავლესობას მაჟორიტარული კანდიდატების მე ვიცნობ მხოლოდ ძველებს თუ ძველებიდან ვინმე იმეორებს მე მათთან ნაცნობობა მაქვს ეს პროცესი მიდის უჩემოდ და მიდის პროფესიონალურად ითვალისწინებენ ძირითადად რა თქმა უნდა იმ ახასიათებლების არჩევაში რასაც ჩვენ ვითვალისწინებდით რომ ის უნდა იყოს ესეთი და ამავდროულად დაემატა რომ კარგია განათლება საზოგადოებრივ მიღებული განათლება რაც ჩვენ გუნდში გვაყლდა ვთქვათ და ენის წოდნაც გვაყლდა ამითაც ხდება ხარისხობრივად გუნდის გაუმჯობესება ის რომ ამავდროულად ითვალისწინებენ რამდენად არჩევადია შეიძლება კონდეს ძალიან კარგი ბიოგრაფია მაგრამ არის ძალიან უცნობი და ძალიან რთული იქნება მოსახლეობამ ასე ორიენტაცია გააკეთოს და ძალიან ხშირად ამ ინტერესის გათვალისწინებაც ხდება რომ შეეძლოთ იმ რეგიონს შეეძლოს მასესწორება გააკეთოს ამას ეს პოლიტიკაა და რა თქმა უნდა გუნდის წევრებზე როდესაც აკეთებენ არჩევას ამასაც ანგარიშობენ რამდენად არჩევადია და ხდება ხშირად თქვათ რასაც თქვენ იხსენებთ მაგრამ ეს ძირითადად იხსენებთ თქვენ რაზეც მე უკვე გავაკეთე სამეგრელოში თუ სადღაც გავაკეთე რომ იმ გუნდიდან ვინც გადმოვიდა ბიზნესის ნაწილი ესეთია ოქრიაშვილი ესეთი იყო ბუკია გოდერძი რომელმაც თვითონ თქვა უარი და ესეთია გოჩა ენუქიძე ძალიან წარმატებული ონიკუძეს და ოქრიაშვილიც ნაციონალური მოძრაობის წევრი კანდიდატად ეს ამაზე რომელი ხავს სოდოლოში ვინ ხავს ენზელ მკოიანი რომელიც ახალციხეს ნუ აი მე დავამატე ეს რომ კიდევ ერთი რომ რეგიონში არის ეს კაცი პოპულარული უყვართ ძალიან და პატივცემენ მისთვის თქვათ იდეოლოგია ნაციონალური მოძრაობის არ იყო როგორც იდეოლოგია ეს კაცი პოზიციას იჭერს ძირითადად მართულ ძალასთან ხელისუფლებამაც იმ არჩევის პირობებში რა საშუალებაც ჰქონდა გააკეთა სწორი რეაქცია მედიასთან ურთიერთობაზეც რამდენი მედიასთან ურთიერთობა უკვე იყო ეს რომ თქვენთან თუ არ ურთიერთობა ძალიან ცუდია ამაზე რა უნდა მედიასთან ურთიერთობა უნდა გქონდეს ყველას და მედია უნდა იყოს თუ არ იქნა ძლიერი მედია ვერ იქნება ძლიერი სახელმწიფო და ვერ იქნება დემოკრატია ეს ახლა ორჯერ ორი 4-ია მაგრამ ერთი ისაა რომ თქვენ რეკლამა უნდა განათავსონ ალბათ პირველი რაც შეიძლება თქვენთან ეს უნდა მოახერხონ ეს გაქვთ ალბათ ხედულობაში სტუდიაში უნდა მოხსნათ დაუჭერენ იმიტომ მოსყიდვაში ჩაუთვლიან დღეს ხელისუფლებას არ აყავს თავის მედია არ აქვს პრიორიტეტი მედიას საშუალებებზე და ვერანაირ დამისახელებს